მაშინ სათასასუფეველი დაემსგავსება 10 ქალწულს, რომელთაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ ნეფის შესახვედრად. 5 მათგანი უგუნური იყო და 5 გონიერი. უგუნურებმა თავიანთი ლამპრები რომ აიღეს, ზეთი არ გაიყოლეს თან. ხოლო გონიერებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად ზეთიც გაიყოლეს ჭურჭლებით. ნეფემ რომ შეიგვიანა, ყველას ჩათვლიმა და დაეძინა. მაგრამ შუაღამისას გაისმა ყვირილი, აჰა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად. მაშინ წამოდგა ყველა ქალწული და გამართეს თავთავისი ლამპრები. უგუნურებმა უთხრეს გონივრებს, ვიწილადეთ თქვენი ზეთისაგან, ვინაიდან ლამპრები გვიქრება. გონივრებმა კი მიუგეს პასუხად, არც ჩვენ რომ არ დაგვაკლდეს და არც თქვენ, უმჯობესია წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის. როცა ისინი წავიდნენ საყიდლად, მოვიდა ნეფე. გამზადებულნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიხშა. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს, უფალო, გაგვიღე ჩვენ. ხოლო მან მიუგო პასუხად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გიცნობთ. ოდა იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით არც დღე, არც საათი როდის მოვა კაცისზე. ვინაიდან ეს იმ კაცივით იქნება, რომელმაც გამგზავრებისას მოუხმო თავის მონებს და ჩააბარა თავისი ქონები. ერთს 5 ტალანტი მისცა, მეორეს 2 და სხვას 1. თითოეულს მისი უნარის და მიხედვით და წავიდა. ხუთი ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, ივაჭრა და სხვა 5 მოიგო. ასევე 2-ის მიმღებმაც 2 კიდევ სხვა მოიგო. ხოლო რომელმაც 1 მიიღო, წავიდა, ამოთხარა, მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი. კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და მათ ანგარიში მოჰკითხა. მივიდა 5 ტალანტის მიმღები, სხვა 5 ტალანტიც მიუტანა და უთხრა, ბატონო, 5 ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა 5 ტალანტი მოვიგე. უთხრა მას მისმა ბატონმა, კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ, მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ, შედი შენი ბატონის სიხარულში. მივიდა 2 ტალანტის მიმღები და უთხრა, ბატონო, 2 ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა 2 ტალანტი მოვიგე. უთხრა მას მისმა ბატონმა, კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ, მცირედზე ერთგული იყავი, ბევრზე დაგაყენებ, შედი შენი ბატონის სიხარულში. მივიდა ისიც, რომელმაც 1 ტალანტი მიიღო და უთხრა, ბატონო, ვიცოდი რომ სასტიკი კაცი ხარ, იმ კი სადაც არ დაგითესავს და კრებს სადაც არ დაგიბნევია. შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი, აჰა, შენი შენვე გქონდეს. მიუგო მისმა ბატონმა მას პასუხად, ბოროტო და ზარმაცო მონავ, შენ იცოდი რომ ვიმკი სადაც არ დამითესავს და ვკრებ სადაც არ დამიბნევია. ამიტომ ჩემი ვერცხლი მოვაჭრეთათვის უნდა მიგეცა და დაბრუნებისას ჩემსა სარგებლი თურთ მივიღებდი. ამიტომ წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით 10 ტალანტის მქონეს. ვინაიდან მქონებელს ყველას მიეცემა და დაუხვავდება, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს. ხოლო ეს უვარგისი მონა გადააგდეთ გარესკნელის ბნელში, იქ იქნება მოთქმა და კბილთა ხრჭენა.